დღეს მაფიის მეხუთე სეზონის ფინალისტებთან ერთად ვითამაშებთ ბლევს პირდაპირ სიცილიიდან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დონ კორლეონეს სახლში, სადაც ვითამაშებთ ყველაზე მაფიოზურ სამხელ ბლევს. თითოეულ ხელში მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 ადგილოსანი დაგვტოვებს და სხვა 2 ახალი ფინალისტი შემოგვიერთდება. თუმცა რადგან מחარ მე ჩემს არხზე ვიმყოფები, მე პრივილეგიით ვისარგებლებ და მე არც ერთ ხელში არ დავტოვებ თავის. ხო სამართლიანია. აი. მაგრამ გეტყვით მეგობრებო, რომ ამ სამ ხელში ვინც იქნება 3 გამარჯვებული ან 3 MVP, მე ჩემს community post-ში მოვახვედრებ და ჩემი მაყურებელი საუკეთესო მოთამაშეს, ვისაც აიჩევს, მას გადაეცემა 500 ლარი ჩემგან. მადლობა ძალიან დიდი ჩვენს გენერალურ სპონსორს და წარმდგენს ამბასადორ ბეტს, ასევე სომერს ბის, რომელიც ეს სიცილიაში გამოყვა, ჩვენთან ერთად იმყოფება და მადლობა ჩვენ სპონსორს კრედო ბანკს. თამაში მონაწილეობს 5 განსხვავებული პერსონაჟი თავისი უნიკალური ძალებით. თითოეულ ჩვენგანს ურიგდება 2-2 კარტი, მაგრამ მოთამაშეს შეუძლია მოიტყუოს და ნებისმიერი პერსონაჟის ძალა გამოიყენოს. ტყუილში გამოჭერით ან 7 მონეტის გასროლით, თუ მოთამაშეს ორივე კარტი მოუკვდება, თამაშს დატოვებს. გამარჯვებული კი მხოლოდ 1 იქნება. ბლეფის შეძენა შეგიძლიათ card shop G-ზე. ერთი მანდილოსანი გვიზის, ასე რომ მივცეთ შანსი, რომ აუცილებლად მან გახსნას თამაში. მე ვიგიო. მე ვიღებ 3-ს. პირდაპირ დიქტატორი. მე 3 რატო აიღე? დიქტატორი მყავს, რო იცახის? გას ფიქრობ. პირველი ვეზე მოიტყვებოდა. იმენა, უბრალოდ მე არ მცალი ახლა და შეგიძლიათ ვიმერო. არა ეს ისეთი დეტექტივი იყო, რომ მე ვერ გავრისკავ, ამიტომ ერთ მონეტას წნარად ჩვიდათ ავიღებ, მე დიქტატორი არ ვარ, მეგობრებო. ის კი ავი. გასაკეთებ. 3-ს იღებ? უნახავში იღებ? არა ბიჭო რა. ნახე? რა იყო, არ გაგიკეთებია თუ რა იყო? მე ჯიდო ზორცას მოვპარავ ახლა სამის რა იყო, რომ ვითენებო აუცილებლად ესე იგი რანაირად ეს როგორ პარავს, როცა ქურდი მე მყავს და ეს როგორ ბლოკავს, როცა ილუზიონისტი მე მყავს. კი, მაგრამ შემოხავს 3 კარტი. აი, გავარვახსო. მოიცა, ეხა უნდა გავარკვე. შენ ქურდით პარავ და შენ ქურდით ბლოკავ? თავს მოვიჭრი უეჭველი იტყვება რომელიღაც. ვაუ, იდეალური. მე მგონია შენს გადა ბავშვობა იტყვებით, მაგრამ კაი. კაი ძმაო. ლაშა თავს ვდებ, ნიშნავს რომ მოშნა დააჩელე. არა, რომელიღაცა. მე არ ვიცი ჯერ რომელი. მე უეჭველი რომელიღაც. დავაშალენდებდი. არა, იქ ლაშა დაუბრუნო. მახარ თქვენი სულ არის თუ შეიძლება. აუ, წითელი კარტი რომ ყავს შემიძლია 3 ავიღო, ხო ჩაო. წითელი კარტი არა, დიქტატორიც იღებ. აუ, 3 მაშინ. მაინც. აუ, სახეზე ეთყობა რომ არ ყავს. არა, ყავს აი ბიჭო. სახეზე ეთყობა რომ აი. გააჩალენჯე. მოწოდე თამაში. 3-ს იღებ, მე ესეთ რაღაცას გავაკეთებ. G2G ამბობს რომ დიქტატორი ყავს და ამბობს რომ ქურდი ყავს, ხო? ამიტომ ასასინით ვესვრი G2-ს 3 მონეტას. იმან რომ მაფია თქვას და არ ყავდეს, ორივე უკვდება. აი დიქტატორი, გორელი დიქტატორი წყობს, რომ თამაში პერსონაჟები ვარ პრაქტიკულად. არასწორობას ქონდა ადგილი? რატო? სწორი თამაში იყო. ვინ იტყვება თურმე? ქურდი ოპა, ქურდი მოიკლა. G2, არ გეგონოს რამე პირადული რაღაცა, მოითხოვდა მოცემულობა, ორივე კარტი გამოავლინე და მაგას ხანში დაგანახებ შედი. პირველი ვიცნობ რომ მოიწიეთ მიხარიქით. G2, რა საპირებ? ვისაუბროთ ყველაფერზე. აი, ეგ ხო ზღაპარია, რომ ამან დიქტატორი დაიტოვა. კი, ზღაპარი არის. მაგრამ მე არ ვაჩერე ხა ორივე კარტს მე ხო არ მოვუყო. ხოლმე ხო არ იქნება და კალავაჩელი. შენ ქურდი მოიკალე, ანუ ვეღარ დამიბლოკავ, ესე იგი მოპარავს, იმიტომ მე მყავს ნახდათ. კიდემ პარავ რა თქმა უნდა. პარავ? ხო. აბა ხელი წავა. გიბლოკა. არ არსებობს ციტარიც. ილუზიონისტით? ეხარ თქო. და ან ილუზიონისტა და სტივ შორის დაიტოვე ილუზიონისტი? ჩემს ლოგიკასთან ახლოსაა. რატო იცი? ან ესეთი შეხვეშაჯვია ვარ ახლა მეორე დაბლოკო და მე დავაშალებ. აბლოკო ტემი. შენს ადგილას დავაშალებ. ერთი კარტი თან მყოდა არის. ორჯერ შეგისრულა, ერთი კარტი გეთავეში. არა, წეგან მართალი თქვა. ან ჩელენჯი? არ გაჩერე. ო. მე მაშინ უბრალოდ მოგროვებას დავიწყებ. სამს? სამს ავიღებ დიქტატორით სტაბილურად. ოკეი, მე კარტს ვთვლი. ორი უნდა ვიღო, ხო? კი, ორი აიღე. ეხლა ნახეთ მეგობრებო რა ხდება. აქეთ ქურდებიო და ილუზიონისტებიო და მეც ილუზიონისტი ვარ და თან ყავს, ამასაც ყავს გამოცვალა, ამიტომ მე ბატონ מחარას მოუპარავ 2 გიბლოკავ. აი, რა, კონცენტრე ეს უჩვენო ხო? ისმეთ. დაბლოკე, კაზი, მეჯიკი. ილუზიონისტი? გაჩელენჯებ. რა, არა, ლაშა, რატო ლაშა? ლაშა. ბიჭო, ანუ
გაჩელენჯი. არა, მყავს ილუზიონისტი? არ ვიცი, მაგრამ ვრისკავდა გაჩელენჯი. მომეცი. აუბრალოდ და წადი, გიშვებ, მართლა გეუბნები. ბიჭო, ხალხს აქ შოუ აინტერესებს, მაგრამ გაჩელენჯი, ბიჭო. ის შევცვალოთ, რომ აქ თამაში არ ტოვებს, იმიტომ რომ პირველი გავარდება და. აი, მე მოვიკლავ, მეგობრებო. მე მართლა მყავდა ქური, ნახე? მაგიტო თქვი, რომ ამ ორიდან რომელიღაცა იტყუება მეთქი, იმიტომ რომ მე რატო იყო მიქნამ მე? აი, ცოტა ხელში მე გაიგო. ხო არის, მე სადაც შეტანილი ხო შეედებს. ეხლა მე სამ კარტს ვიღებ და იქ ვიშევ. მოკო. ჩიტუ სუარეს. იმას რამდენი კარტი ყავს? 2, ხო? 2 ყავს და ეს დიქტატორი ყავს. ამა გამოცვალა თან კარტები. გამოცვალე. სტრატეგიულად. ო. აი, ვიგოსოს. ნემესვრი, გააწყვეტა. ეგრევე შენგესვრი. სხვა გზა არ არის. გულიკებო დამინდეთ. ერთო დამერხარ. მაფია მოიკლა. მაფიას გარდა. ასასინმა გადატენა იარაღი. თქვენ რას იზავთ? მე ერთ წელს ავიღებ უბრალოდ. ო, сейф თამაში გავუშვა. კალა מחარ. თქვენი სიტყვა. ორ ადამიანს აქვს ერთი კარტი ყავს, მე არ ვიცი. ორი კარტი. შეგვიძლია შენ თავს ესროლო. ესროლო. შენ რამდენი ყავს? ორი კარტი ყავს. უეჭველი ყავს. როდენა ესროლერა. არა, აუცილებლად უნდა. 2 კარტი ყავს იმას. 7 ხო? მარტო ყავს 2? და מחარას. არა, მე ნუ ისე მყავს თუ ხდები არ. ნიკო შენგესვრის და გავთანაბრდებით ალბათ. მე ნიკოს არ ვესროლ. მე უნდა მოვიკლა კარტი რა თქმა უნდა. დიახ. ასასინო. რა მოკალი? დიქტატორი მოხდა. დიქტატორი მოკალი. ნინიკოს სროლა დიქტატორი მოკალი? გაწირავს პირველ მოთამაშეს ჩვენ შორის თუ დააბალანსებს და თქვენი აზრით ლაშა გავწირო? არა. ჩემ გაგდებას რა არა, მე რა თუ თქმა ჯის არ უნდა. უნდა ესროლა შენთვის. მე რა თქმა. აი, წერა რომ რატო ეს მინუსს? ხო, ბიჭო, თამაშობს ადამიანი ნორმალურად. სამართლიანობას რა, ბიჭო, ჩემთან რატომ აი, მოვასწრე? ყველა გავთანაბრდეთ, מחარ. ჯობია რომ შენ ეს კარტი. გავთანაბრდეთ, מחარ. ბოდიში מחარ, მაგრამ ილუზიონის დავიტოვებდი. დიქტატორი მოკვდა. გასაგებია, ჩემი სულ არის, ხო? მე ავიღებ ერთ მონეტას. აი, კარჩეცვლი. კარჩეცვლი. კარტ შეცვლი. კარტ შეცვლი. მოიცა. იმას არა აქვს ილუზიონის. ძალიან მაგარი საკუთრების საუბარი, მაგრამ იმენა მაგარი რა. აი, აბა. არა, რაღაც რეაქცია დავინახე კავა, ეს რაღაცა. ჩემი აზრით ესეთი რაღაც ხდება ახლა. დიქტატორს ძინავს ჩემი. შეიძლება. ამიტომ ორ წელს ავიღებ აქედან. ო, დიქტატორი არ არის? თამაში თუ არა დიქტატორი შეიძლება დამაჩელენჯი. מחარას არ აქვს მე მგონი დაბლოკისური და თვითონაც ორს აიღებს, ხო? არა, არა. არა? მე გამოვცვლი კარტს, იმიტომ მეგონა რომ ბიჭო, ერთი წამით. ეხლა ნახე. מחარ აიძახის მეგობრებო, რომ კარტს გამოცვლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მოიკლა დიქტატორი და მე რო ილუზიონისტზე დავაჩელენჯე, ესე იგი რენდომ აჩეხვის დროს ისევ ილუზიონისტი ამოვიდა? არის შანსი რაბის. დამაჩელენჯე შეგიძლია ნებისმიერმა. მე არ გაჩელენჯე. ლაშას ერთგულში მოპარაკობდა საქმეს არ აკეთებ, არა ვისაღაშე. ვაკეზებ ორი კარტი ამიღე. ხო? ო, მე ვაკეზებ. და მე გეტყვი რომ მან დაიდო. დაგეხმარა. თუ იცით? ლა პოლიცია. პოლიცია, ნო. ჩემი სვლა და მე კარტს ვცვლი. არ გითხავ, ილუზიონისტი. არავის არ მოგწონთ რა კარტიც ყავთ? გადაოთ სე. კარგი. მე მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ გამოიცვალა კარტი, ამ ხელა რისკზე მივიდივარ, კალა ნახე. დიქტატორს ძინავს და მე ორ მონეტას ავიღებ. ხო არ დავაჩერე. ძალიან საინტერესოა. გავონ დამოჩერე დამიბლოკო. აი, 2 წელს. 2 წელს აიღებს. ბიჭო, არც ერთმა არ აიღეთ დიქტატორი? ვერ ვიპოვე. ლეით გეიმში არ არის პრაქტიკული კარტი და მაგიტო რა. გამიკვირდა და ვერ ვიპოვე. ვერ იპოვე? მაგრამ ამის მე ვწდიგე. კალა, ეხა რო სამი აიღო, შეიძლება ძმაო, აქ იმინა სასწაულები გაცოცხლდეს. პანიკები. არა, მე ორ წელს ავიღებ. ოკეი. ბიჭო. ბანკით უიძარცება? მე აი სამარბეჯო. მე კარტს ვცვლი. კარგი რა. დიქტატორს ეძებს. რათა აღმოფხრას ჩვენი ეს უდიერება ბანკის მიმართ. ეხა მე მყავს სამი მონეტა. რაც იმას ნიშნავს ეს სამი მონეტა ვიღაც უნდა ვესროლო. ვიღაცა აპირებ. და თემატურად რო ვესროლო ვიღაცას. ყავას მოესროლო. არა, თემატურად რო ვესროლო ვიღაცას. კავას უნდა ესროლო, ყველაზე ბევრი მონეტა. ასასინმა მაფიოზს ხო არ ესროლოს, ხო ფიქრობ რა? მაგ ძალიან მაგარი. ჯითუ შენ საქმეები გააკიქით, ანუ ეხა ფინალური ეპიზოდი სამ დაიწყო. რა პირდაპირ მითხარი. ლაშა, ნახე რატო არის კარგი ვარიანტი. ამან მაფიოზი მოიკლა. ხო და აი მე გამოცვალა კარტი.
უფრო სწორი იქნება კალა მოყართ ამდენი გისყავს. მე მგონია რომ კალა მე აღარ მესვრის. ნამდვილად. აი მოდი. ჯითუ. მადლობა იმისთვის რომ სიცილიაზე წამოგვიყვანე. მადლობა იმისთვის რომ დონ კორლეონის სახლში გვათამაშე პლეიფს და ახლა მაფიის ფინალიც უნდა გვათამაშო. აიყვანე რა. მაგრამ მე გადაწყვეტილება მივიღე და 3 მომენტას ვესვრი ჯითუს. არა გადატენილი მქონდა და ამას ყავდა. ასასინი მოკლა. დაგე ჩელენჯებინე მაინც გამოვწვიდი ამ ასასის, ხო არ გადაო. ეხლა ნახე პრობლემა რა. არა, მე გამოვწვიდი. თითო კარტი ყავს ყველას. მე უკვე უნდა ვისროლო ოღონდ. მე მომენტა არ მყავს. შენ მომენტა აქვს, მახარას მომენტა აქვს. მონეტა კი არა, მონეტოთ. მაგრამ ნახე, ეხლა პრობლემა რა არის? ნინი, არაფერი პერსონალური. არაფერი. უბრალოდ შენ ორჯერ კარტი ნახე. ეგეც არა, არის. ყველა კარტი იცის არა. ეს და იგივე იყო ორივეჯერ. სხვათა შორის სამჯერ ნახა კარტი. ეს მოკალი გეუბნები. დამიჯერა. მახარ ნახე რას გეუბნება. არა. შენ მიიღე აქ ინფორმაცია იგებს ნინიკო. მე შე რატო არ გესროლე, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა კარტი ყავს. ამიტომ გავისროლე აქეთკენ. ამიტომ ნიკო გტყობს. ოპა! და ეს საბოლოო დაწოდლება? ის მოიფიქრებ ერთ 5 წუთს. მე მგონია რომ აი მე ბოლოს რო კარტი არ გენახა არ გესროლ. აი და მახარასკენ შევა მე ეხლა თუ ილუზიონისტი კიდე რო გადმოაყენე. ეხლა თუ ილუზიონისტი. კიდე ილუზიონისტი ყავ და? ა კიდე გამოცხოს აპირებდი? მახარი. თქვენი სხვა არის. რასაკეთებ? შენ გეს მე მესვრი? ოპა, ო არ გადაო. ლა პოლიცია. ასასინი. შენ კარტი გამოცვალე? ამან კარტი გამოცვალა. უეჭველი ასასინი ყავს მესამე? სად? მესამე ასე მერტი მე. მაფია ყავს. ეხა ეს იტყვის რომ მაფია ყავს. სხვა გზა არ მაქვს. ნახე უყურე მახარ. იმიტომ კი არ ვამბობ რომ მე მაფია მყავს. მე ზუსტად ვიცი რომ შენ ასასინი გეყოლება. არ გაისროლი. იმიტომ რომ მე სხვა გზა არ მქონდა. ხო და მე სხვა გზა არ მაქვს, რომ გითხრა არ მჯერა თქო შენ ვიცი რომ ასასინი ყავს, ამიტომ მე დავიბრალებ მაფიოზობას, იქნებ დაიჯერო მაფია ყავს. ნო. მახარ, მე შენ მგონი ხარ მიმწოლი მოთამაშე. მაგრამ შეგიძლია არა, რაღაც უნდა მანახოს პროსტა ისე ვაჩვენე. მანახე ვინდა გავაგდები. მე მეგორო, სადე მაქსიმალურად სადე რაღაცა იყო შემეტანა და გამოვიდა კიდევაც რადგან მაგბიცას მაფიოზი ყავს. პირველი კარტიც მაფია ყავდა. იასნად. შენ მომკვდი მახარ. მახარ ერთხელ მომიკალი კარტი და წააგეთ. კალას ვთხოვთ. მისი სვლა არის. დააცეცხლე სამწარს. ავიღებ ორცალს. თუ აიღებთ, დიახ. მე კარტს გამოვცვლი. გამოცვალე ლაშა. მე ესეთ უფრო საინტერესო მიმაჩნია ეს თამაში, რომ შენ რა კარტს დაიტოვებ. ორი მას ვიღებ ისე ორ მონეტას. მე არ მაქვს უფლება რომ თქვენ ორი კარტი აგაღებინოთ. იმიტომ ყავს დიქტატორი. გამიმართლა დიქტატორია მივიდა და გიბლოკავთ ორი მონეტას. ან კი არ გაგიმართლა არჩი. არა, ან შემეუბნები ლაშა. ახლა late game-ში, სადაც მე შენზე ორი მონეტით მეტი მყავს, დიქტატორი აირჩიე. შემთხვევით ამოვიღე და დავიტოვე დიქტატორი. კარგი, ჯერა რო ყავს. და 3 მომენტას ავიღებ. ორ მონეტა რომ მოგპარო? არ ვიცი, შეგიძლიათ რომ მომპაროთ. ხო, პარავთ. მე დაგიბლოკავთ თქვენ ორი მომენტის მოპარვას. რატომ? ილუზიონისტი დავიტოვე. ილუზიონისტი დაიტოვე. დიახ. ნუ ეგეც ლოგიკურია, ილუზიონისტი დაიტოვებდი. მა ჩელენჯი? ხო, ანუ სხვა გზა არ მაქვს, ხანაა წავიდე. და კალამ გამოიწნო დიქტატორი დავიტოვე. სხვათა შორის მართლა მყავდა ილუზიონისტი. მოვიულოცოთ კალას პირველი ხელის გამარჯვებული გახდა კალა, თუმცაღა ახლა სამწუხაროდ ჯითუჯიდან ინკო დაგტოვებენ. ძალიან უხარია სხვათა შორის და სიტყვა უთხრათ რომ მე განსაკუთრებით მომილოცოს. რატომ? რატომ? ძალიან კანაკი მოვი. ჩემი გულიკები შეესიონ კალას თუ შეიძლება. იმედია ეს თამაში არ იქონიებს მაფიის ფინალზე. გავლენას. არა, იქაც ამოსვეს. კორო ბასტოს ველოდებით ახლა ჯითუჯიდან. მადლობა შენ. მე გეტყვით მეგობრებო, კალა აუცილებლად იქნება MVP-ის პირველი სია შეიგრევე, ჩაწერილი. იდეალური თამაშისთვის, ძალიან ითამაშ მოიგო. არა, ყალეულად მოიგო. თუმცა მახარ შენ ისევ გაქვს პოტენციალი. ამათ გამოუტყრა. ელ ლაშიკო მე ვუყურებ დამას ეჭირა დიქტატორი და ერთ-ერთს ლაშა ჩემი აზრით არსებობს ხალხი რომლებიც მოწვევაც ერთად არ შეიძლება და ყველანაირი კომბინაცია ყავს ახლა მოწვევა კალა მახარა ქორო ბასტა იდეალურია გამარჯვებული იწყებს კალა თუ შეიძლება გამარჯვებული მოდი თითო მონეტას დაიწყებს ორი მომენტი ოპა ეგრევე თქვენ რამდენს იღებთ 3 მონეტას მე ერთს ავიღებ
მე ესეთი იდეა მაქვს, ერთი აქედან ამიღო და ერთი კალას მოვპარო. კი, ეს ახალი წესები დაემატა სხვათა შორის. მე შემიძლია კალას მოვპარო ერთი მონეტა, მაგრამ ბაზილიო ხარ შეჭრა. მაგრამ მე ბაზრიდან ავიღებ ერთ მონეტას. ოკეი, ასე არის. იმიტომ დიქტატორი მყავს, მაგრამ ბლეფავ. კალა, მოდი მე კარტებს გამოვწვი. უკაცრავად. ერთი წუთი ამას არ დაუბლოკა, ორის მოპარვა. ეგეთი tryhardisти ხარ? აი, ეგ დავიწყდა. მე ხალ ვიდიე ხა. გაჩელენჯი ბიჭო, მართლა დამავიწყე. შენმა ჩელენჯები. აბარა, საგუა. აბარა, აქედან. აბარა. დამავიწყე რომ ბავშვებთან ერთად თამაშობ. არა, მე მგონი დაგავიწყდა, რომ წეღან არასწორად ითამაშე. ბატონ מחარას ვთხოვთ კარტებს ვცვლი. ბუჭით არის, კარტებს ვცვლი. ბიჭო, ეს არის თქვენი თამაშის MVP? ორი ავიღო ხო? მეგობრებო, სანამ ჩვენი מחარა კარტებს გამოცვლის, ისეთ სახლში ვიმყოფებით, რომ გამორიცხულია რომ ამ თემას არ შევეხოთ, ვისაც გაქვთ სურვილი რომ ბინა შეიძინოთ ქალაქში ან რეგიონში, ან შეიძლება ემიგრაციიდან გაქვთ სურვილი რომ პირდაპირ საქართველოში სახლი შეიძინოთ, შეგიძლიათ MyCredit-ს მობაილ ბანკის დახმარებით იპოთეკური სესხი აიღოთ. ამისთვის თან არ არის საჭირო რაიმე კონკრეტული ტიპის შემოსავალი ქონდეთ, ნებისმიერ შემოსავლის ტიპის საფუძველზე, ხელფასი გერიცხებათ, გზავნილები გაქვთ, თუ ხელზე გამოიმუშავებთ თანხას, კრედოს ბინოთეკის პირადი მენეჯერი შემოგთავაზებთ თქვენთვის ხელსაყრელ პირობებს და ნებისმიერ თქვენ საჭიროებას დაგიკმაყოფილებთ. ეხა კი გადავიდოდი ჩვენმა מחარამ. ბინოთეკით კონდიციონერი ასეთში. מחარ გამოცვალე ხო კარტი? დედა კი მომწყალი. აბა გისმეთ. მე ისევ 3-ს ავიღებ. 3-ს აიღებს და 3-ს ვესვრი ქოროს. მე იმით ვეფარები, ხო? მაფია ყავს? წითელი კარტით. და თუ არ ყავს და გაჩელენჯებ, ეგრევე გიკვდება ორივე კარტი, გისმეთ? ბიჭო, იმას არ ყავს, უთხარი არ ყავს. შეგიძლიათ დამაჩელენჯო, თუ ასას იმყავს, ორივე გიკვდება. მიდი გოლობი. მე გარეთ უნდა გავიდე. და მე რეკცემედი გარეთ გახო. არა, აქ. აქ ვარ? აქ ხარ. ბიჭები უწყა. აქ თუ არ მაშინ არ მჯერა. არ გჯერა? კი არა და მაფია მყავს. არ გჯერა თუ მაფია? მაფია მყავს. რატომ ითხრა არ მჯერა თუ მაფია ყავს, მაგას არ მტყუდი, არ მჯერა რომ მაფია ყავს. მაფია ყავს ბიჭო, უეჭველი. მეორეც თუ შეიძლება. მეორე რატო? იმიტომ რომ გითხარი მაფიას თუ დაიბრალებ, ორივე კარტი გიკვდება. ხო. ეს არ მეკითხებას მე მეტყვა. ვაუ! ვინ გამასწრო? მე кайფებო და ვინ გამასწრო? და ეხა გაშოქში მოჯო. აი ხა ნუ გაკეთო აშკარად აი. მე კალას ლაპარაკი არ მომეწონა იგეთი ბოროტიე და მომეცე ერთი ცალიც. მომეცი. კალა გისმეთ? მე მგონია დიქტატორი გავიდა ყველა და ორცალს აქვს. დიქტატორი თუ ყავს ორი ცალი აიღო. არა, მოჯვე გოიწელი. არა, პარავ ხო? ხო. ბიჭო, არ მახსოვდა წეგრა ქურდი მყავდა ბიჭო ეს არა. ქურდი ყავს? წეგრა ამერდა თავიდან რო მართლა? რო მოგეცი, მართლა არ მახსოვდა. აი მართლა არ მახსოვდა ესე გაგა. ქურდი მე მყავს ერთი. აი ატვიჩაი ვარ, ნახე? პასუხისგებლობას. ყავს შენ? მანახე მაშინ ახლა. რა? ქურდი. კალაც გავარდა. ოპა! სამი ადამიანი დავრჩით. მე მეგობრებო, ერთ მონეტას არა და ორ მონეტას ავიღებ. ოპა. მოდი მეთეთე მოვიქცევი. ეს შენი სტილისმა აბო. ორს აიღებთ, ასე გებია. מחარ, თქვენ სულ. რამდენი კარტი ყავს ბაჟუ? 2. მე შევიდა გავისროლო. დიახ, ჩემს ეს როლა ხო იცი არასწორი იქნება. გადადას. მე კომუნიტი პოსტში არ მომხვდები და არა, სისხლის არა, ეგ მაგის გამო თუ მესწრე. მე მართლა რეალურად გესწრი შე. ეგ არ ვიცოდი ხო და. რეალ გადავხედავ, არა, შენ არ გესწრი, გადავხედავ თუ ვიმე სხვა თამაში დავუშვებ. მე მომპარე. ჯობია, დავა. მომპარე. ორით პარავ, თუ რამდენით პარავ? არა, პროსტაკ პარავ. ნახე, შეგიძლია 7-ით მოპარო ერთი კარტი ეგრე. ისკენი, მოიდა. მომესროლე? ხო. მართლა მესროლე? არც ერთი ანუ არ არის ეგეთი კარტი, რომელიც აკდა. არ მყავს კარტი. დიდიან ჯვარი რო ჩამოვაგდოს ახლა. მოიკალი. მოვიკალი ნუ შენ. ქურდი მოიკლა, ძალიან კარგი. მე ორ მონეტას ავიღებ ისევ. მე გამოცვალო კარტი. არ ვიცი როგორ შეგაგიხარდება. მე რომ ესროლე ხარ, აი იმენა ჭუჭყიანი ხარ. ის როგორ იღებდა, ის იმან მოპარა, ანუ ქურდი უჭირავს და მეორე უჭირავს მაფია გიჭირავს, ხო მეორე როგორც მახსოვს, ხო? შენ გიჭირავს ილუზიონისტი და მაფია. ვაფშე არ მithქვამს რომ ილუზიონისტი მიჭირავს. არა, ილუზიონისტი და მაფია ხო გიჭირავს? არა.
ასასინი მყავს ერთი. მეტი არ ვიცი. მეორეს ვერ გეტყვი. მე მინდა რომ 3-ით ეხა. აბა, გისმენთ. ჩემი Assassin's Creed-ის გემოვნებიანი მარყუშით. გავუქანო პროსტა. აი პროსტა გავაქანო და ვღნატო ჩვენს מחარას. ოკეი. შენი აზრით არის ბლოგება, ჩემი აზრით, მაგრამ კიდია, რას იზამს מחარა? მე 3-ით ვესვი מחარას. მაფია ყავს? თუ არ გჯერა, თუ ერთ კაცი ყავს? შენ ყავს ასასინი. აი ეს არა. დავай მანახე. თუ არ ხოიცი, თუ განახებს. ხო. ორი თუ არ განახებს ორივე. მე რომ მაფია უთხრა და არ ყავს ორივე მიკუდება. კი. აბა რატყას ჩავარდი და. აბა, მას შეიძლება ერთი კარტი მოიკლა უბრალოდ. მახარ? ერთი კარტი მოიკლა ილუზიონისტ. ფუსო ხარ. მე სამ კარტს ესვრი. არა, მე ვერ ვესვრი, მე 2 მონეტას ავიღებ. ჩემი დროა? დიახ. מחარას ვესვი კიდე. კიდე 3 ხარ? რამდენი ეთხოვთ? 6 მყავდა და გააჯვი. ხა? მოი 3 განერტყა. 6 მყავდა აგროვებული ისეთი. რა 6 ყავდა ბიჭო? არ ვიტყვები თამაშებში. מחარ? კაი, მანახე კიდია. რა, ასასინი რომ ყავს? ჰა, და MVP-ში ხო არ ხვდები შენ. აი, ჯერ არ, მაგრამ მაინც რჩება. რატო რჩება? შემდეგ თამაში მაინც არის. იმიტომ რომ ქორო და კალა გავმარჯვენ. კაი, არ ვიცი რამე აზრი აქვს თუ არა. מחარამ დაგვტოვა, მაგრამ მე მყავს 6 მონეტა, 1 მონეტას ავიღებ. ხო. ბასტო კარგად მეყოლა. და ბასტო მე მოპარა ვორს. გიბლოკავ. ჰა? გიბლოკავ ქურდი მყავს. არ მჯერა. ეგრევე მოვსვათ თამაში, იმიტომ რომ მყავს მაფია და კიდო კაჩნა. კაი, დავიწყოთ ახლა სერიოზული. აბა რა, ბიჭო, מחარ. გესროლა 7 ამის. არა, მართლა ვღადაო. და გვებრძოლა კარგად. ას მესური. ძალიან მადლობა, კარგი კონტენტი იყო, რომ მართლა ვაღოთ. ახლა უნდა დავუძახოთ ანანოს და ელოშას. შემოგვიერთდა კიდევ 2 მოთამაშე ანანო და ელოშა. დინასტი როგორ გადაკეთდა უცებ. უცბად გადაკეთდა. მესამე ხელში გაირკვევა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც MVP სიაში მოხვდება და community post-ი ვისაც არჩევს, ის მიიღებს 500 ლარს. ამიტომ 500 ლარს. מחარას არ ჭირდება ფული, როგორ შევავიგეთ ხო? ჭირდება. სანამ მესამე ხელს დავიწყებთ, მეგობრებო. უღრმესი მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორსა და წარმოადგენს ამბასადორ ბეტს, Somersby-ს, რომელიც სიცილიაზეც კი ჩვენთან ერთად არის და Credo Bank-ს. გამარჯვებული იწყებს, შესაბამისად, გამარჯვებული მე ვარ და აკი ვანახოთ ჩოჩო. როგორც იქნა მეგობრებო, დიქტატორი მომივიდა და 3 მონეტას დავიდე. მე მეგობრებო, აჩელენჯი მართლა მეორე დიქტატორი მიჭირა. მე გირჩევდი რომ MVP-სია გაწურო. დიქტატორი ვინმეს გიჭირავთ? მახარ მე გირჩევდი რომ მანახე, კიდია, მანახე. მანახე. პირველი საMVP სვლა מחარას რადგან ქურდი მომიკვდა და 3 მონეტას დავაბრუნე. არც ერთ ხელში დიქტატორი არ მომივიდა ჩემი. მეგობარო, შეიძლება მე მომივიდეს დიქტატორი? არ ვიცი, თქვენ უნდა გააწყვეტოთ. კი, მე. შენ მე უშასიმ, ვიზა ყავს დიქტატორი? გაჩელენჯებ. მანახე დიქტატორი. მანახე, იმენა ვერ აზე, מחარ. მანახე დიქტატორი. რატო წუწუნებ ამდენს რა? ოპა. შენც ყავდა მესამე. ერთად შეიძლება კარტი ჯერ არა, აყო. ჯერ კარტს. ხო ჩაბრუნდა აქნერში. ელოშას ვარი, აიღებს თუ არა 3 მონეტას, ახლა გადავწყვეტე. 3? მანახე დიქტატორი. და სამი. ორი დიქტატორი უჭირავს თუ რატო გაგვიხურა ხალხს საქმე. გამიჩნდება, 3 კარტი მოკლა იმენად. არა. თვითონ 3 აიღო. აურა, აი ეს რა ძალიან კაი ბლეფია შეიძლება. ან მართლა ორი დიქტატორი შენ უჭირავს. არის თუ გაქ შეგიძლიათ დამაჩენენჯოთ. ერთ ცალს ვიღებ. ანუ ასასინით გესვრი 3 კარტი. მოიცე ერთი წუთი, ჯერ მე ვიღებ. ერთ წელს მე ავიღებ. ეხლა შეგიძლიათ ასასინით გესვრი. მაფია მაქვს. არ მჯერა. მე რა უნდა ვქნა? უნდა მანახავს არ ყავს ორივე გიკვდება. ერთი ოგოდ. ვაუ. ეხლა ძალიან გვეჩქარება მე მგონი ჩაწერა და გაქცევაზე ვარ. აუ მომეკლა ის კვერცხი რა ხო არ უჭირავს. სოდოა ნახე როგორი ხბოს თვალებით აიყურება. ასასინი მოკოლობი რა. ჩვენს ვარ. კაუჩი მე מחარას მოვპარა 2 ცალს. მომე? ბიჭო, ვერ მომპარა. რატო რა დიქტატორი. არა, ეს აქედან ბლოკავს. მომე. აუ, დიქტატორი. აუ, არა უშავს მე 3 ავიღებ. მაშინ 3 ავიღებ რა. დავიბუნე. ისაც 2 კარტი. მე კარტებს გამოვცვლი. ლაშას ხო შეიძლება დაპირდა რომ მეორე თუ გაიღებო კიდე დაგაჩელენჯებო და გამაზა. ეს ისე ლაშას ამბები რო იცოდე. ბიჭო, არ უნდა დამაცადეთ, თორე ვაპირებდი. რა
თამაში წავიდა ჯან. რატო გეჭირა მაფიატო? მესამე თუ აიღებ გაჩელენჯებ. და სამს ვესვრი ისევ ანანოს. просто მინდა რომ გავთანაბრდეთ. ასასინო გოლუბიროთ. კი ბატონო. აი საერთო უყურებდა. მოვტრიალდეთ? აი. ილუზიონისტი მოიკლა. სამს იღებ გაჩელენჯებ. არ გინდა რომ მე რო ორი ავიღო დამიბლოკოს და დააჩელენჯო ბარემ. იგივე დაჩელენჯო ბარ გამინდა რომ არ დაველო. სამს აიღებს და დავაჩელენჯ. ერთი ავიღე. ოკეი. აბა მეზმა. არაფერი აბა მელოშ გისმეთ? აა მე ისე ორ წელს მოვპარავ ბატონს მომეცით აგერტი. სამს აიღებ מחარ გეუნები, არაფერი გიშურის. მე სამს ავიღებ. ოხ, ჩემი მართლა იყო. ვაჩელენჯებ מחარას უეჭველი ყავს. დიქტატორს. უეჭველი ყავს. ძალიან მინდა რომ კაცია ბიჭო არა, მე. აი, ასნია. აუდა! ამ ხელა კაცი რუზი მაპატიანა, ნო ასოსანი რომ დავიბრალე, მაგრამ ჩემი ილუზიონისტი მოკვდა. სტატუსი არ მოკვდა, არასოს არ მოკვდება, მხოლოდ კარტი მოკვდა, მეგობრებო. და מחარა ისევ ერთ კარტს. აბა რა, მაფია. ეგ არ უნდა გეთქვა. ანა. რა ვარს. მე ავიღებ ერთ მონეტას. ოპა! რატო არის კავას? დაზადნა და მაგიტო. מחარ თვალებში მიყურე. მე ავიღებ ახლა ორ მონეტას, რომელსაც ბლოკავს დიქტატორი. ბაზარია. ორ მონეტას ვიღებ. კი ბლოკავ. კრიტი. შემთხვევით აიღე ბასტო, შენ თუ ეხლა დააჩელენჯებ და მას დიქტატორი ხარ, MVP-სიაში ვეღარ ხდები. ის ხდები. დააჩელენჯე. არა, ერთი მიმაქ. მე თითოს ავიღებ ერთი ძალის უფლება, ხო არ? ორი კარტი ყავს ანანო? ერთი. შენ? ყველას ერთი და მე ყავს. მონეტა. შენ რამდენი გაქვს? ყველას ერთი. ხე, მონეტა და მონახე. 7 მაქვს. 7 მონეტა აქვს? დავაი ბრახვანე. რა დავაშავეთ. აჰა. რა ქონდა? კარგად იყავ. ქურდი მყავდა, ქურდით ვიპარავდი აბა. ანანოს თუ არა. მე თქვენ რა უნდა ქნა მოგპარავთ თუ შეიძლება მონეტებს ორ ცალს. რო მაგას გადმომილოცოთ. კიდე რა გიჭირავს? ქურდი? ქორდე, ქერდი. გაბუტისკო? მაგრამ მე დააჩენდი ჩემთანს მიდი. დავაში საინფო თამაში დავდები. შენ რა შუაში ხარ? მე შენ ადგილას გავაგრძელებდი წყნარად თამაში. ზოლია ცირო მიხედე შეფასები. მე ხანანოს მივცემ ამას. იცი რატო გაზრდა ამას? 4 გიჭირავს. დროის მოკლა? 5 გიჭირავს. 4 მიჭირავს. მე რო ხა დავაჩენჯო ანანო, 2-ც მიაქვს, ხო? თუ დააჩელენჯებ, მე ვყდები და 2-ც მიაქვს. ხო? ხო და 2 მე დავაჩენჯე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთით ვერაფერს ვეღარ ვიზამ, იმიტომ რომ მე მიჭირავს ასასინი და ვეღარ ვისვი. ამიტომ არანოს დავაშელენჟებ მე და თუ ქურდი არ გიჭირავს, შენ მოკვდები და מחარას მე გავაქანებ და ვლიპავ ამ ძალიან საინტერესო სტრატეგია, თუმცაღა ნახოთ ანანოს რა უჭირავს. თუმცაღა ანანოს უჭირავს ქურდი. ანანოს უჭირავს ქურდი, ორი მონეტა მიდის ანანოსთან. კვდება მაფია. ვაუ. מחარას ზვარის. რაც ყავს როგორც ყოველთვის ვუყავ სამცალს ავიღებ, რომ დიქტატორი მე სუხელში მიჭირავს. ანანო, ყენე რა გეხვეწები რა. ეხა არ ვიცი რა არის სწორი სვლა. და მანდა არა მე 6 მონეტა მაქვს. ვერ მესვარ. სვლა არის რომ მოპარო გოგო. გაჩუმდი. რა თქმა უნდა, ეგ არის სვლა. მაგას ვფიქრობ ნამდვილად. და მაგას გავაკეთებ. ნახეთ, მე მაგას ვაკეთებ. თქვენ მოგპარავთ 2 მონეტას. მე რა ვერ მოპარავ დიქტატორი. იმიტომ რომ მაფია მაქვს. так პარავ. იმიტომ რომ მე მაფია ხო ვიპარავთ. მაფია არა ყავს. მე ზუსტად მგონია არა, რომ არა, ქურდი ყავს. მეჯიკი ყავს ამას. იმენა ქურდი მაქვს. მე მგონი შენი ერთადერთი იდეა ის არის რომ დამაჩელენე. ან თუ ყავს ისეთი კარტი, რომელიც დაგიბლოკავს. ხო, ხო. ან ხო, შეგვიძლია და აი მე ხო შესთან თამაშობ და მართლა ზეგანდელია ყავს მეჯიკი რა. ნახოთ מחარა რა სწავს. ამ ყველაფერს გავიგებთ რეკლამის შემდეგ მეგობრებო. აგრა. კაი რეკლამა? მორჩა რეკლამა. რისი რეკლამა იყო? რეკლამა მორჩა უსმეთ מחარას. ის იქნებოდა საგუარო. ბიჭო ზუსტად ვიცი რო აიღე, მაგრამ მე მინდა რომ შენ იყო ანონე MVP, რადგან მაშინ მე გავხდი MVP მაფიაში და ამიტომ შენ არ აკყავს ეგ კარტი. გაჩელენჯებ. მაფშარენჯა. მე ვფიქრობ რომ შენ ხარ ყველაზე კარგი და კეთილშობილი ადამიანი მთელს YouTube-ზე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ მაგიტომ გააკეთე დარწმუნებული. შენ מחარ დიქტატორი ხარ და? ანანოს. მეგობრებო, გამარჯობა. მე ორ მაგ ბლევსეც ყველაფერი შეიძლება და ჭეროდა. კი, ნამდვილად. რესპექტი ანანოსაც და מחარასაც და ბასტოსაც და ელოშასაც და მადლობა იმისთვის რომ ითამაშეთ, უყურებდით, აუცილებლად გლიჯეთ ლაიქს
გამოიწერეთ მახარით. სომერბით მეგობრო, გაგიმარჯვოთ პირდაპირ სიცილიიდან გლოცავთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და მადლობა ჩვენს ბრავო ამბასადორს. ბრავო რომ მაფია და სომერბის და კედო ბანკს. ნახვამდის.